როდესაც პოლიციამ 1990-იან წლებში შევიდა მედიას ბინაში, საძინებელში იპოვეს ძველი ფოტოალბომი, რომელიც ყველა სურათში გადაკვეთილი იყო. არა მთლიანად, მხოლოდ ერთი ადამიანის სახე იყო ყოველ კადრში ფრთხილად ამოჭრილი. ვინ იყო ეს უცნობი, რომელიც ასე სისტემატურად იყო წაშლილი მედიას ცხოვრებიდან? მეზობლები ამბობდნენ, რომ ღამით ხშირად ისმოდა ქალის ტირილი და ერთი და იგივე სახელის გამეორება, მაგრამ არავინ ბედავდა კარზე დაკაკუნებას. ალბომი დღემდე ინახება საოჯახო არქივში და ოჯახის წევრები უარს ამბობენ მის საჯაროდ ჩვენებაზე. რას მალავს ეს ცარიელი სივრცეები ფოტოებში? რატომ აშინებს ეს სიმართლე იმათაც კი, ვინც მედიას უყვარდა? დღეს 30 წლის შემდეგ ჩვენ პირველად ვიტყვით იმ სახელს, რომელიც ამ ქალბატონმა თავისი სილამაზის ფასად გადაიხადა. მედია ჯაფარიძე, ეს სახელი 1970-იან და 90-იან წლებში საქართველოში ნიშნავდა არა უბრალოდ მსახიობს, არამედ ფენომენს. როცა ის გამოდიოდა ეკრანზე, ქუჩები იცლებოდა. მამაკაცები ყიდულობდნენ ბილეთებს შავ ბაზარზე მხოლოდ იმისთვის, რომ ხელახლა ენახათ ის თვალები, ის ღიმილი, ის სილამაზე, რომელიც თითქოს სხვა სამყაროდან იყო მოსული. ქალები ცდილობდნენ მისი ვარცხნილობის, მისი სიარულის, მისი საუბრის მანერის კოპირებას. მედია იყო ცოცხალი ლეგენდა, ქალი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, სახელი, სახე, ტალანტი, ფული. მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ამ ბრწყინვალების უკან იმალებოდა ისეთი მარტოობა, რომელიც შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანებმა გაიგონ, ვინც ოდესმე იყო ერთდროულად კერპი და ტყვე. თბილისის კინოსტუდიაზე, სადაც მედია მუშაობდა, ძველი გრიმიორი ნინო ბერიძე დღესაც ახსოვს ის დილა, როცა მედია პირველად მივიდა გადასაღებ მოედანზე ლურჯი კაბით და თეთრი ხელთათმანებით. ის იყო ისეთი უბრალოდ ლამაზი, რომ ჩვენ, ქალებმა, გავშეშდით, იხსენებს ნინო. მაგრამ რაც უფრო ახლოს მივდიოდი მის სახეზე მუშაობისას, მით უფრო ნათლად ვხედავდი, რომ ამ თვალებში რაღაც შიში იყო. არა კამერის შიში, სხვა რამის. თითქოს ისელოდა, რომ ვიღაც შემოვიდოდა და ყველაფერს დაასრულებდა. ნინო ამბობს, რომ მედიას ყოველთვის ჰქონდა პატარა ოქროს მედალიონი, რომელსაც არასოდეს იხდიდა. ერთხელ, როცა ნინომ შემთხვევით შეეხო, მედია მისე მკვეთრად გადაიქცა, რომ გრიმიორმა შეშინდა. ეს არის ჩემი ერთადერთი დამცველი, თქვა მედიამ და მეტი არაფერი დაამატა. რა იყო იმ მედალიონში? ვის ფოტო ინახებოდა იქ? ნინო ამბობს, რომ ერთხელ, როცა მედია დაიღალა და ჩაეძინა გრიმიორულ სკამზე, მედალიონი გაიღო? იქ იყო არა მამაკაცისა, არამედ პატარა გოგონას სურათი. ვინ იყო ეს ბავშვი? რატომ არასოდეს საუბრობდა მედია მასზე? და რატომ, როცა ნინომ შეეცადა ამის შესახებ კითხვა, მედია მისე შეხედა, რომ გრიმიორმა აღარასოდეს გაბედა ამ თემის შეხება? მედიას კარიერა დაიწყო 1965 წელს, როცა მან მოიგო თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კონკურსი. იმ დროს ის იყო 21 წლის გოგონა პატარა სოფლიდან, სადაც მამა მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, დედა კი ფერმაში. მედიას ოჯახი არ იყო მდიდარი, მაგრამ იყო ის, რაც ფულზე ძვირფასია, სიყვარული და რწმენა. მამა, ვასილ ჯაფარიძე, ყოველ საღამოს კითხულობდა ქალიშვილისთვის პუშკინს და ლერმონტოვს და ამბობდა, შენ, მედია, შექმნილი ხარ დიდი სცენისთვის. დედა, თამარა, კერავდა მედიას კაბებს ძველი ფარდებისგან და ამბობდა, ჩემო ლამაზო, შენ ერთ დღეს გახდები დედოფალი, მაგრამ როცა მედიამ მიიღო მიწვევა თბილისში, მშობლებმა არ იცოდნენ, რომ აგზავნიდნენ თავიანთ ქალიშვილს არა დიდებისკენ, არამედ ოქროს გალიაში, საიდანაც გამოსვლა აღარ იქნებოდა შესაძლებელი. თბილისში მედია დასახლდა საერთო საცხოვრებელში, სადაც ცხოვრობდა კიდევ 6 გოგონა, ყველა მსახიობობის სტუდენტი. მათ შორის იყო ეკა მესხიშვილი, რომელიც მოგვიანებით გახდა მედიას ერთადერთი ნამდვილი მეგობარი. ეკა დღესაც ცოცხალია და ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, პატარა ბინაში, სადაც კედლებზე ჯერ კიდევ კიდია მედიას ფოტოები. პირველად როცა ვნახე მედია, ვიფიქრე, რომ ეს არის რაღაც შეცდომა, იხსენებს ეკა და მისი ხმა კვლავ კანკალებს. ის იყო ისეთი სრულყოფილი, რომ ჩვენ ჩვეულებრივი გოგონები ვგრძნობდით თავს ჩრდილებად. მაგრამ მედია არასოდეს არ იყო ამპარტავანი. პირიქით, ის იყო ისეთი მორცხვი, ისეთი მშვიდი, რომ ზოგჯერ მეშინოდა, რომ გაქრებოდა. ის ხშირად იჯდა ფანჯარასთან და უყურებდა ქუჩას და მე ვხედავდი, რომ ის ეძებდა ვიღაცას. მაგრამ ვის? ეს მე არასოდეს მითხრა. ეკა ამბობს, რომ ერთხელ ღამის 2 საათზე გაიღვიძა და დაინახა, რომ მედია იდგა ფანჯარასთან და ტიროდა, უხმოდ ისე, რომ მხრები უკანკალებდა. ეკამ შეეცადა მიახლოება, მაგრამ მედიამ ხელი აიღო და თქვა, არ მოდიხარ. არ შემიძლია ახლა, მეორე დღეს მედია იყო ისევ ის ღიმილიანი, ნათელი გოგონა, რომელსაც ყველა უყვარდა. მაგრამ ეკა იცოდა, ეს იყო ნიღაბი. და ამ ნიღბის უკან იმალებოდა ისეთი ტკივილი, რომელზეც საუბარი აკრძალული იყო.
1967 წელს მედიამ მიიღო თავისი პირველი დიდი როლი ფილმში მთვარის შუქზე. რეჟისორი გიორგი შენგელაია მოგვიანებით ამბობდა, როცა პირველად ვნახე მედია კასტინგზე, ვიცოდი, რომ ეს არის ის, ვისაც ვეძებდი. მაგრამ რაც უფრო მუშაობდი მასთან, მით უფრო გრძნობდი, რომ ეს გოგონა მალავს რაღაცას. ის თამაშობდა ასე ბუნებრივად, ასე ღრმად, რომ ზოგჯერ მეშინოდა, საიდან იცის 22 წლის გოგონამ ასეთი ტკივილი. ფილმის გადაღების დროს მოხდა ინციდენტი, რომელზეც გადამღები ჯგუფი დღემდე საუბრობს ჩუმად. ერთ-ერთ სცენაში მედიას უნდა ეტირა. შენგელაიამ თქვა, მედია გაიხსენე რაღაც ძალიან მძიმე, მედიამ დახუჭა თვალები და როცა გააღო ცრემლები ისე მოედინებოდა, რომ მთელი გუნდი გაშეშდა. მაგრამ შემდეგ მედიამ ვერ შეწყვიტა ტირილი. ის ტიროდა 10 წუთის განმავლობაში და არავის შეეძლო მისი დამშვიდება. საბოლოოდ შენგელაიამ შეწყვიტა გადაღება და მიიყვანა მედია თავის კაბინეტში. რა მოხდა იქ, არავინ არ იცის. მაგრამ ოპერატორი ზურაბ კვირიკაშვილი ამბობს, რომ მან გაიგონა, როგორ ამბობდა მედია, მე ვერ ვუბრუნდები იქ. მე ვერ ვიხსენებ მას, ვის გულისხმობდა მედია. რა იყო ის ადგილი, საიდან ის ვერ უბრუნდებოდა? და რატომ, როცა ფილმი გამოვიდა და მედია გახდა ვარსკვლავი, მისი თვალებში კვლავ იყო ის შიში, რომელიც არავის ესმოდა? ფილმის პრემიერა შედგა თბილისის რუსთაველის კინოთეატრში 1968 წელს. ის იყო ღონისძიება, რომელზეც მოვიდა მთელი საქართველოს ელიტა, მწერლები, მხატვრები, პარტიის ფუნქციონერები. მედია გამოჩნდა წითელ კაბაში, რომელიც დედამ შეუკერა მისთვის სპეციალურად ამ საღამოსთვის. როცა ის შევიდა დარბაზში, ხალხი წამოდგა და აპლოდისმენტებით შეხვდა. მედია ღიმოდა, მაგრამ ეკა, რომელიც იდგა მის გვერდით, ამბობს, მე ვხედავდი, რომ მედიას ხელები უკანკალებდა. ის ეჭიდებოდა ჩანთას ისე, თითქოს ეს იყო მისი ერთადერთი სიცოცხლის ხაზი. ფილმის ჩვენების შემდეგ მედია გახდა ეროვნული კერპი. გაზეთები წერდნენ მის შესახებ, ქუჩებში ხალხი ითხოვდა ავტოგრაფებს, რეჟისორები ებრძოდნენ ერთმანეთს, რომ მასთან ემუშავათ. მაგრამ მედია თავად ამბობდა ეკასთვის, მე ვგრძნობ თავს, როგორც ცხოველი ზოოპარკში. ყველა მიყურებს, მაგრამ არავინ მხედავს, რას გულისხმობდა ის. რატომ, როცა მთელი ქვეყანა მას უყვარდა, მედია გრძნობდა თავს უხილავად? პასუხი მოვიდა 1969 წელს, როცა მედიას ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მისი ბედი. მისი სახელი იყო ლევან ქავთარაძე, ცნობილი კინოპროდიუსერი, 90 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა კავშირები მთელ საბჭოთა კავშირში. ლევანი იყო ლეგენდა, ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა ბევრი ვარსკვლავი და რომელსაც შეეძლო ერთი სიტყვით კარიერის გაკეთება ან განადგურება. როცა ლევანმა პირველად დაინახა მედია, ის იყო პრემიერაზე, მთვარის შუქზე, მან მიუახლოვდა მას და თქვა, შენ ხარ ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც ოდესმე მინახავს. მე გავხდი შენი მენეჯერი, მედიამ უპასუხა, მე არ მჭირდება მენეჯერი. ლევანმა გაიღიმა და თქვა, შენ ჯერ არ იცი, რა გჭირდება. ეს იყო დასაწყისი ურთიერთობისა, რომელიც გარედან გამოიყურებოდა როგორც პროფესიული პარტნიორობა, მაგრამ რეალურად იყო რაღაც სხვა, რაღაც ბნელი, რაღაც საშიში, რაღაც რაც ნელ-ნელა ჩაკეტავდა მედიას ოქროს გალიაში, საიდანაც გამოსვლა აღარ იქნებოდა შესაძლებელი. ლევან ქავთარაძე იყო ადამიანი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა და ბევრი ეშინოდა. მას ჰქონდა ბინა თბილისის ცენტრში, მანქანა ვოლგა, რომელიც იმ დროს იყო ძალიან იშვიათი და კავშირები პარტიის უმაღლეს ეშელონებში. ის იყო კაცი, რომელსაც შეეძლო ერთი ზარით მოეწყო შეხვედრა მოსკოვში, ან გაეუქმებინა ფილმის გადაღება. მედიას ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა პატარა სოფელში და ძლივს ამყოფებდა თავს, იყო აღფრთოვანებული, როცა გაიგეს, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი დაინტერესდა მათი ქალიშვილით. მამა ვასილი წერდა მედიას, ჩემო ქალიშვილო, ღმერთმა გამოგიგზავნა ანგელოზი. ლევან ბატონი არის შენი დამცველი, მაგრამ მედია არ პასუხობდა ამ წერილებს. ეკა ამბობს, რომ მედია, როცა იღებდა წერილებს მშობლებისგან, კითხულობდა მათ და ტიროდა. ის ამბობდა, ისინი არ იციან. ისინი ვერასოდეს გაიგებენ, მაგრამ რას გულისხმობდა, არ მითხრა. ლევანმა დაიწყო მედიას კარიერის მართვა, მან მოაწყო მისთვის შეხვედრები მოსკოვის რეჟისორებთან, მოიყვანა ფოტოგრაფები საუკეთესო ჟურნალებიდან, მოაწყო ინტერვიუები. მედია გახდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის ვარსკვლავი. მაგრამ ამ წარმატების ფასი იყო საშინელი. ლევანი მოითხოვდა, რომ მედია ყოველთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ის რეკავდა მას ღამის 2 საათზე და ამბობდა, ხვალ გვაქვს შეხვედრა მოსკოვში. მზად იყავი, მედია არ შეეძლო უარის თქმა. ეკა ამბობს, ერთხელ მედია მითხრა, მე ვარ თოჯინა. ლევანი იჭერს ძაფებს, მე ვკითხე, რატომ არ გაქცევი? მან უპასუხა, საით? ის იცის ყველაფერი.
ის იცის ყველა, რას გულისხმობდა მედია. რა იყო ის საიდუმლო, რომელიც ლევანს ჰქონდა მის შესახებ? და რატომ ეს საიდუმლო იყო ისეთი ძლიერი, რომ მედია ვერ ბედავდა გათავისუფლებას? 1970 წელს მედიამ მიიღო როლი ფილმში „ბედის ირონია“, რომელიც უნდა გადაიღოთ მოსკოვში. ეს იყო უზარმაზარი შანსი, ფილმი, რომელიც უნდა გამხდარიყო საბჭოთა კინოს კლასიკა. მაგრამ გადაღების დაწყებამდე 2 კვირით ადრე მედია უეცრად უარი თქვა როლზე. რეჟისორი ელდარ რიაზანოვი იყო შოკირებული. ის ჩამოვიდა თბილისში პირადად, რომ შეხვედროდა მედიას და გაეგო, რატომ უარი თქვა. მედიამ უთხრა, მე არ შემიძლია. მე უნდა დავრჩე აქ. რიაზანოვი ცდილობდა დაერწმუნებინა, მაგრამ მედია იყო უხრელი. როლი მიიღო სხვა მსახიობმა და ფილმი გახდა ლეგენდა. მაგრამ მედია არასოდეს არ ინანებდა. ეკა ამბობს, მე ვკითხე მას, რატომ უარი თქვი, მან უპასუხა, იმიტომ რომ თუ წავედი ის დამკარგავს. ვინ? ვკითხე. მედიამ არ უპასუხა. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის საუბრობდა ლევანზე, რატომ ეშინოდა მედიას ლევანის დაკარგვა? რა იყო ის, რაც აკავშირებდა მათ? და რატომ ეს კავშირი იყო უფრო ძლიერი, ვიდრე მედიას ოცნება დიდ კინოზე? პასუხი დაიწყო გამოკვეთა 1971 წელს, როცა მედია დაქორწინდა ლევან ქავთარაძეზე. ქორწილი შედგა თბილისის საუკეთესო რესტორანში და იქ იყო 200-ზე მეტი სტუმარი, ყველა ცნობილი ადამიანი საქართველოდან და მოსკოვიდან. მედია იყო თეთრ კაბაში და ყველა ამბობდა, რომ ის იყო ყველაზე ლამაზი პატარძალი, რომელიც ოდესმე ნახეს. მაგრამ ეკა, რომელიც იყო საქმრო, ამბობს, მე ვხედავდი მედიას სახეს. ის არ იყო ბედნიერი. ის იყო შეგუებული. როცა ლევანმა აიღო მისი ხელი და თქვა, ახლა შენ ხარ ჩემი, მედიამ დახუჭა თვალები და მე ვიცოდი, ეს არ იყო სიყვარულის ქორწილი. ეს იყო რაღაც სხვა. რა იყო ეს სხვა? რატომ დაქორწინდა მედია კაცზე, რომელსაც არ უყვარდა? და რა იყო ის ფასი, რომელიც მედიამ გადაიხადა ამ ქორწინებისთვის? ქორწინების შემდეგ მედია გადავიდა ცხოვრებაში ლევანის ბინაში, ფართო, 5 ოთახიან ბინაში თბილისის ცენტრში, სადაც იყო ანტიკური ავეჯი, სპარსული ხალიჩები და კედლებზე ნახატები ცნობილი მხატვრებისგან. გარედან ეს იყო 6 ოთახე. მაგრამ მედიასთვის ეს იყო ციხე. ლევანი აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს. მედიას არ შეეძლო გასვლა ბინიდან ლევანის ნებართვის გარეშე. მას არ შეეძლო შეხვედრა მეგობრებთან. მას არ შეეძლო ტელეფონით საუბარი მშობლებთან, თუ ლევანი არ იყო ოთახში. ეკა ამბობს, ერთხელ მე მივედი მედიასთან სტუმრად. ლევანი გახსნა კარი და თქვა, მედია დაავადებულია. ის ვერ შეგხვდება, მე გავიგონე მედიას ხმა ოთახიდან. ეკა გთხოვ, წადი, მე წავედი, მაგრამ ვიცოდი, რაღაც საშინელი ხდებოდა იქ, რა ხდებოდა იმ ბინაში. რატომ იყო მედია ტყვე საკუთარ სახლში? და ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც შეეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ არასოდეს არ გაბედა? 1972 წელს, ზუსტად 6 თვის შემდეგ ქორწინებისა, მედიას პირადმა ექიმმა, დოქტორმა ნინო ჭავჭავაძემ, დაწერა საიდუმლო ჩანაწერი თავის პირად დღიურში, რომელიც აღმოაჩინეს მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ 2012 წელს. იმ ჩანაწერში წერია, დღეს მედია მოვიდა ჩემთან ღამის 1 საათზე, შავი სათვალეებით. როცა მოუხადე სათვალეები, ვნახე, რომ მარჯვენა თვალი შეშუპებული იყო და ლურჯად შეღებილი. ვკითხე, რა მოხდა? მან თქვა, დავეცი, მე ვიცოდი, რომ ის ატყუებდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. გასული 3 თვის განმავლობაში მედია მოვიდა ჩემთან 4-ჯერ, ყოველთვის ღამით, ყოველთვის დაზიანებებით, ყოველთვის იმავე ახსნა განმარტებით. დავეცი, კარს მოვეჯახეს, საფეხურებზე ჩავიქცევი, მაგრამ ამ დაზიანებების ხასიათი მეუბნებოდა სხვას. ეს იყო არა შემთხვევითი დაზიანებები, არამედ სისტემატური ძალადობის კვალი. დოქტორი ჭავჭავაძე წერს, რომ მან შეეცადა დაერწმუნებინა მედია მიემართა პოლიციისთვის, მაგრამ მედიამ მხოლოდ თქვა, თუ ვიღაცას ვუთხრა ის მომკლავს. არა მხოლოდ მე, მათაც. ვინ არიან ისინი? ვკითხა დოქტორმა. მედიამ არ უპასუხა, მაგრამ მისმა ხელებმა, რომლებიც უკანკალებდა, ყველაფერი თქვა. რას მალავდა მედია? ვის იცავდა ის საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე? და რატომ ექიმმა, რომელსაც ჰქონდა ჰიპოკრატეს ფიცი, არ გაბედა ამ საიდუმლოს გამჟღავნება 30 წლის განმავლობაში? ლევან ქავთარაძის ბინა თბილისის რუსთაველის გამზირზე გარედან იყო ელიტარული საცხოვრებელი, მაგრამ შიგნით ის იყო რაღაც სრულიად სხვა, ადგილი, სადაც მედია ცხოვრობდა არა როგორც ცოლი, არამედ როგორც ექსპონატი ძვირფასი კოლექციის.
ლევანს ჰქონდა უცნაური ჩვევები, რომლებზეც მეზობლები ჩუმად საუბრობდნენ, მაგრამ არავინ ბედავდა ხმამაღლა თქმას. ქვემოთ მცხოვრები ოჯახის უფროსი გიორგი ბერიაშვილი, რომელიც დღეს არის 90 წლის მოხუცი, იხსენებს, ყოველ შაბათს ზუსტად 9 საათზე საღამოს ლევანის ბინაში იკრიბებოდნენ 5 ან 6 კაცი, ყველა კოსტიუმებში, ყველა მძიმე მანქანებით. ისინი რჩებოდნენ იქ ღამის 2-3 საათამდე. ჩვენ ვიგონებდით ხმაურს, სიცილს, მაგიდის დარტყმას, ზოგჯერ ყვირილს. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ამ ყველაფრის ფონზე არასოდეს არ ისმოდა ქალის ხმა. მედია იყო იქ, ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო იქ, მაგრამ ის იყო უხმურ როგორც აჩრდილი. გიორგი ამბობს, რომ ერთხელ როცა ის ადიოდა საფეხურებზე, შემთხვევით შეხვდა მედიას, რომელიც ჩამოდიოდა ნაგვის გადასაგდებად. მე მივესალმე მას, მაგრამ ის არ უპასუხა. მან მხოლოდ შემომხედა და იმ მზერაში იყო ისეთი სიცარიელე, ისეთი უიმედობა, რომ მე გავშეშდი. მე მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ იმ მომენტში გაიღო ლევანის ბინის კარი და გამოჩნდა ის თვითონ. მან მხოლოდ შეხედა მედიას და ის დაუყოვნებლივ შევიდა უკან, როგორც დრესირებული ცხოველი. რა ხდებოდა იმ ბინაში შაბათის საღამოებით? ვინ იყვნენ ის კაცები, რომლებიც იკრიბებოდნენ იქ? და რა როლი ჰქონდა მედიას ამ საიდუმლო შეხვედრებში? პასუხის ნაწილი მოვიდა 2015 წელს, როცა ყოფილმა კინოპროდიუსერმა რევაზ მეტრეველმა, რომელიც იმ დროს მუშაობდა საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში, გასცა ინტერვიუ ერთ-ერთ პატარა გაზეთს. რევაზი, რომელიც იმ დროისთვის უკვე იყო 90 წლის და იცოდა, რომ მალე გარდაიცვლებოდა, გადაწყვიტა ისაუბრა იმაზე, რაზეც 50 წლის განმავლობაში ჩუმობდა. ლევან ქავთარაძე არ იყო უბრალოდ კინოპროდიუსერი, თქვა რევაზმა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები ძალიან მაღალ ადგილებში, არა მხოლოდ კულტურის სამინისტროში, არამედ უშიშროების კომიტეტშიც. ის იყო ადამიანი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას კომპრომატ ცნობილ ადამიანებზე. და ის იყენებდა ამ ინფორმაციას, რომ აიკონტროლებინა ისინი. რევაზი ამბობს, რომ ლევანს ჰქონდა სპეციალური ოთახი თავის ბინაში, პატარა კაბინეტი, სადაც ის ინახავდა დოკუმენტებს, ფოტოებს, ჩანაწერებს. ერთხელ მე შემთხვევით ვნახე ის ოთახი, იხსენებს რევაზი. იქ იყო თაროები სავსე საქაღალდეებით. თითოეულ საქაღალდეზე იყო სახელი, რეჟისორები, მსახიობები, პარტიის ფუნქციონერები. და ერთ-ერთ თაროზე მე ვნახე საქაღალდე მედიას სახელით. ის იყო ყველაზე სქელი საქაღალდე იმ ოთახში. რა იყო იმ საქაღალდეში? რა საიდუმლო ინახებოდა იქ, რომელიც აკავშირებდა მედიას ლევანთან? და რატომ ეს საქაღალდე გაქრა ლევანის გარდაცვალების შემდეგ და არასოდეს აღარ იპოვეს? 1974 წელს მედიას ცხოვრებაში მოხდა ინციდენტი, რომელმაც თითქმის გაანადგურა მისი კარიერა და რომელზეც დღემდე საუბრობენ მხოლოდ ჩუმად. მედია იღებდა მონაწილეობას ფილმის ქართული ბალადა გადაღებაში, სადაც მას უნდა ეთამაშა მთავარი როლი, ქართველი ქალის, რომელიც ებრძოდა ოკუპანტებს მე-19 საუკუნეში. გადაღება მიმდინარეობდა კახეთში, მთების მწვერვალზე და იქ იყო მთელი გუნდი, რეჟისორი, ოპერატორები, მსახიობები. ერთ დღეს, როცა გადაღება დასრულდა და ყველა დაბრუნდა სასტუმროში, მედია გაქრა. მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ მას გუნდი, ადგილობრივი მაცხოვრებლები, თუნდაც პოლიცია. მას იპოვეს მხოლოდ დილის 6 საათისთვის, ის იჯდა მთის კიდეზე, ფეხები ჩამოკიდებული უფსკრულში და უყურებდა მზის ამოსვლას. როცა რეჟისორი ოთარ იოსელიანი მიუახლოვდა მას, მედიამ თქვა, მე ვფიქრობდი, რამდენად მარტივი იქნებოდა უბრალოდ წინ გადადგმა. ოთარი შეშინდა და ჰკითხა, რატომ? მედიამ უპასუხა, იმიტომ რომ ზოგჯერ სიკვდილი უფრო ადვილია ვიდრე ცხოვრება. ოთარი ცდილობდა მასთან საუბარს, მაგრამ მედია წამოდგა და დაბრუნდა სასტუმროში, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ გუნდის წევრები იცოდნენ, რაღაც შეიცვალა. მედია გახდა კიდევ უფრო დახურული, კიდევ უფრო შორეული, თითქოს ის უკვე არ იყო მათ შორის, არამედ სადღაც სხვაგან, ადგილას, სადაც არავინ შეეძლო მისი მიღწევა. ინციდენტის შესახებ გაიგო ლევანმა და ის ჩამოვიდა კახეთში პირადად. ის შევიდა მედიას ნომერში და დახურა კარი. რა მოხდა იქ არავინ არ იცის, მაგრამ ოპერატორი გიორგი კალანდაძე, რომლის ნომერი იყო მედიას ნომრის გვერდით, ამბობს, მე გავიგონე ყვირილი, არა მედიას, არამედ ლევანის. ის ყვიროდა, შენ ხარ ჩემი. შენ არ გაქვს უფლება, შემდეგ ისმოდა რაღაცის დარტყმის ხმა, თითქოს ავეჯი ეცემოდა. მე მინდოდა შემესვლა, მაგრამ მე შინოდა. ლევანი იყო ძალიან გავლენიანი ადამიანი და მე ვიცოდი, რომ თუ ჩავერიე, ჩემი კარიერა დასრულდებოდა. გიორგი ამბობს, რომ ლევანი გამოვიდა ნომრიდან 20 წუთის შემდეგ, მშვიდი და გაწყობილი, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ როცა მედია გამოვიდა ნომრიდან მეორე დღეს, მისი სახე იყო ისეთი ფერმკრთალი, ისეთი უსიცოცხლო, რომ გუნდის წევრებმა შეშინდნენ.
ფილმის გადაღება გაგრძელდა, მაგრამ მედია უკვე არ იყო ის მედია, რომელიც იყო ადრე. ის თამაშობდა თავის როლს მექანიკურად როგორც რობოტი და როცა რეჟისორი ცდილობდა მისგან ემოციის მიღებას, მედია მხოლოდ უყურებდა მას ცარიელი თვალებით და ამბობდა, მე ვცდილობ, რა მოხდა იმ ნომერში. რა თქვა ან გააკეთა ლევანმა, რომ მედია საბოლოოდ დაიმსხვრა. და რატომ არავინ, არც რეჟისორი, არც გუნდის წევრები, არც თუნდაც მედიას მეგობარი ეკა, არ გაბედა მისი დახმარება. ფილმი ქართული ბალადა გამოვიდა 1975 წელს და გახდა წარმატებული. მედიას თამაში იყო როგორც ყოველთვის შესანიშნავი და კრიტიკოსები წერდნენ, რომ ის იყო ქართული კინოს მარგალიტი, მაგრამ ვინც იცნობდა მედიას პირადად ხედავდა, რომ რაღაც შეიცვალა. ეკა მესხიშვილი ამბობს, მედია გახდა როგორც მოჩვენება. ის დადიოდა, საუბრობდა, იღიმებოდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ გარეგნობა. შიგნით ის იყო უკვე მკვდარი. ეკა იხსენებს, რომ ერთხელ როცა ისინი შეხვდნენ კაფეში, იშვიათი შემთხვევა, როცა ლევანმა მისცა მედიას ნებართვა გასვლისთვის, მედიამ უთხრა რაღაც, რაც ეკას არასოდეს დაავიწყდება. მედიამ თქვა, ეკა, თუ ერთ დღეს რაღაც მომხდება ჩემთან, არ ეძებო პასუხებს. უბრალოდ იცოდე, რომ მე ვიყავი ბედნიერი ერთხელ დიდი ხნის წინ, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა, მე ვკითხე, რა დაიწყო, მან არ უპასუხა. მან მხოლოდ ამოიღო ის ოქროს მედალიონი, რომელიც ყოველთვის ატარებდა და გახსნა. იქ იყო პატარა გოგონას ფოტო, იგივე, რომელიც მე ვნახე წლების წინ. მედიამ თქვა, ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ოდესმე მიყვარდა. ვინ არის ის? ვკითხე. მედიამ დახურა მედალიონი და თქვა, ის ვინც აღარ არსებობს. ეკა ამბობს, რომ მან შეეცადა მეტის გაგება, მაგრამ მედია წამოდგა და წავიდა და ეს იყო ბოლო ჯერ, როცა მათ ასე გულწრფელად ესაუბრნენ. ვინ იყო ის გოგონა მედალიონში? რატომ ამბობდა მედია, რომ ის აღარ არსებობს? და რა იყო ის საიდუმლო, რომელიც მედია ატარებდა თავის გულში და რომელიც იყო უფრო მძიმე, ვიდრე ყველა ის ტკივილი, რომელსაც ლევანი აყენებდა მას. 1976 წელს მედიას ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანი, რომელმაც პირველად წლების განმავლობაში აჩვენა მას, რომ შესაძლებელი იყო სხვაგვარი ცხოვრება. მისი სახელი იყო დავით ჩხეიძე, ახალგაზრდა რეჟისორი, 29 წლის, რომელიც ახლახან დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც სწავლობდა ცნობილ კინოინსტიტუტში. დავითი იყო ტალანტური, ამბიციური და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ის არ ეშინოდა ლევან ქავთარაძისა. როცა დავითმა გადაწყვიტა გადაეღო თავისი პირველი მხატვრული ფილმი და მოინდომა მედია მთავარ როლში, ლევანმა უთხრა, მედია დაკავებულია. მოძებნა სხვა მსახიობი, მაგრამ დავითი არ დანებდა. ის მივიდა პირდაპირ მედიასთან, რაღაც, რაც არავინ არ ბედავდა წლების განმავლობაში. ის დაელოდა მას ქუჩაში, ლევანის ბინის გარეთ და როცა მედია გამოვიდა, მიუახლოვდა და თქვა, მე მჭირდება შენ ჩემს ფილმში. არა იმიტომ, რომ შენ ხარ ცნობილი, არამედ იმიტომ, რომ შენ ხარ ნამდვილი. მედია შეშინდა და თქვა, მე არ შემიძლია. ჩემი ქმარი არ დამიშვებს. დავითმა უპასუხა, შენი ქმარი არ არის შენი მფლობელი. შენ ხარ თავისუფალი ადამიანი. ეს იყო პირველი ჯერ წლების განმავლობაში, როცა ვიღაცამ უთხრა მედიას, რომ ის იყო თავისუფალი. და რაღაც მედიას შიგნით, რაღაც, რაც დიდი ხანია მკვდარი იყო, დაიწყო გაღვიძება. დავითმა დაიწყო მედიასთან რეგულარული შეხვედრები, ყოველთვის საიდუმლოდ, ყოველთვის მოკლედ, ყოველთვის ისე, რომ ლევანმა არ გაეგო. ისინი ხვდებოდნენ პატარა კაფეებში გარეუბნებში, სადაც არავინ იცნობდა მათ, და დავითი საუბრობდა მედიასთან თავისი ფილმის შესახებ, თავისი ოცნებების შესახებ, თავისი ხედვის შესახებ. მედია უსმენდა და გრძნობდა, რომ რაღაც იცვლებოდა მის შიგნით. დავითი არ უყურებდა მას, როგორც ობიექტს, როგორც ლევანი. ის უყურებდა მას, როგორც ადამიანს. ეკა მესხიშვილი, რომელმაც შემთხვევით გაიგო ამ შეხვედრების შესახებ, ამბობს, მე ვნახე მედია ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის შემდეგ. ის იყო განსხვავებული. მის თვალებში იყო რაღაც, რაც დიდი ხანია არ ყოფილა, იმედი. მე ვიცოდი, რომ ეს იყო საშიში. მე ვიცოდი, რომ თუ ლევანმა გაიგო, ეს დასრულდებოდა საშინლად, და ეკა მართალი იყო. ლევანმა გაიგო. და რაც მოხდა შემდეგ იყო დასაწყისი ბოლოსი, არა მხოლოდ მედიას ურთიერთობისა დავითთან, არამედ მედიას თავისი იმედისა, რომ ოდესმე შეეძლო გათავისუფლება ოქროს გალიიდან, რომელშიც ის ცხოვრობდა. 1978 წლის თებერვალში, ზუსტად 2 კვირის შემდეგ იმისა, რაც ლევანმა გაიგო მედიასა და დავით ჩხეიძეს შორის შეხვედრების შესახებ, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხვდა ახალგაზრდა კაცი მძიმე მდგომარეობაში, მრავალი ძვლის მოტეხილობით და შიგნით დაზიანებებით. ოფიციალური ვერსიით ის დაეცა საფეხურებზე თავისი სახლის შესასვლელში.
მაგრამ მოვალე ექთანი ნათელა ქურდაძე, რომელიც მუშაობდა იმ ღამის ცვლაში და რომელიც დღეს არის 75 წლის პენსიონერი, იხსენებს სრულიად სხვა დეტალებს. როცა მოიყვანეს ის ახალგაზრდა კაცი, მოგვიანებით გავიგე, რომ ის იყო რეჟისორი დავით ჩხეიძე, მისი დაზიანებები არ ჰგავდა დაცემას საფეხურებზე, ამბობს ნათელა. ეს იყო სისტემატური ცემის კვალი, გატეხილი ნეკნები, დაზიანებული თირკმელი, სახეზე ისეთი დაზიანებები, რომლებიც მიუთითებდა, რომ მას ცემდნენ რამდენიმე ადამიანი ერთდროულად. ნათელა ამბობს, რომ დავითი იყო გონებაზე, მაგრამ უარს ამბობდა საუბარზე. როცა ექიმმა ჰკითხა, რა მოხდა, დავითმა მხოლოდ თქვა, დავეცი, მაგრამ მისი თვალები ამბობდა სხვას, მათში იყო არა ტკივილი, არამედ შიში, ისეთი ღრმა, ისეთი პარალიზებული შიში, რომელიც ჩვეულებრივ ხედავენ მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებმაც იციან, რომ თუ ისინი ისაუბრებენ, მათი ბედი იქნება გადაწყვეტილი. ვინ სცემა დავით ჩხეიძეს? ვის ჰქონდა ძალა და мотиваცია, რომ გაენადგურებინა ახალგაზრდა, ტალანტური რეჟისორი? და რატომ, როცა დავითი გამოვიდა საავადმყოფოდან 3 კვირის შემდეგ, მან დაუყოვნებლივ დატოვა თბილისი და გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც დარჩა დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში და არასოდეს აღარ დაბრუნდა საქართველოში. მედიამ გაიგო დავითის ინციდენტის შესახებ მეორე დღეს, როცა ეკა მესხიშვილმა დარეკა მას და უთხრა ახალი ამბები. ეკა ამბობს, რომ როცა მან უთხრა მედიას, რომ დავითი იყო საავადმყოფოში, მედიამ არ თქვა არაფერი, მან მხოლოდ ჩუმად დადო ტელეფონი. მე ვიცოდი, რომ რაღაც საშინელი მოხდა, იხსენებს ეკა. მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა, იმ საღამოს მედიასცა და საავადმყოფოში წასვლა, მაგრამ ლევანმა არ გაუშვა. მეზობელი გიორგი ბერიაშვილი, რომელიც ცხოვრობდა ქვემოთ სართულზე, იხსენებს, რომ იმ ღამეს ისმოდა ძალიან ხმამაღალი კამათი ლევანის ბინიდან. მე გავიგონე მედიას ხმა, ის ყვიროდა, რაც იშვიათი იყო. ის ამბობდა, შენ მოკალი ის. შენ მოკალი ყველაფერი, შემდეგ ისმოდა რაღაცის დარტყმის ხმა და სიჩუმე. გიორგი ამბობს, რომ მან განიხილა პოლიციის გამოძახება, მაგრამ მეუღლემ შეაჩერა. ჩემი ცოლი მითხრა, არერიო. ლევანი არის ძალიან გავლენიანი ადამიანი. თუ ჩაერევი, ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს და გიორგიმ არ გამოიძახა პოლიცია. არავინ არ გამოიძახა. მედია დარჩა მარტო იმ ბინაში, იმ კაცთან, რომელმაც არა მხოლოდ გაანადგურა მისი იმედი თავისუფლებაზე, არამედ აჩვენა მას, რომ არავინ, არც მეგობრები, არც მეზობლები, არც თუნდაც უცნობი ადამიანები, არ გაბედავდა მის დახმარებას. დავითის ინციდენტის შემდეგ მედია შეიცვალა საბოლოოდ და შეუქცევადად. ის აღარ ცდილობდა გაქცევას, აღარ ეძებდა გამოსავალს, აღარ ელოდა დახმარებას. ის მიიღო თავისი ბედი ცხოვრება ოქროს გალიაში, სადაც ის იყო არა ადამიანი, არამედ ექსპონატი, ლამაზი ნივთი, რომელსაც შეეძლო ყურება, მაგრამ არა შეხება, არა გადარჩენა. კინოსტუდიაზე, სადაც მედია აგრძელებდა მუშაობას, ხალხი იწყებდა შენიშვნას, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. გრიმიორი ნინო ბერიძე, რომელიც მუშაობდა მედიასთან წლების განმავლობაში, იხსენებს, მედია იწყებდა დავიწყებას. ის დაივიწყებდა სიტყვებს, დაივიწყებდა სცენებს, დაივიწყებდა თუნდაც იმას, სად იყო. ერთხელ მე შევედი გრიმიორულ ოთახში და ვნახე, რომ მედია იჯდა სარკის წინ და უბრალოდ უყურებდა თავის ასახვას, არა 2 წუთის განმავლობაში, არამედ 20 წუთის განმავლობაში, უძრავად, უხმოდ, თითქოს ის ცდილობდა გაეგო, ვინ იყო ის ადამიანი სარკეში. ნინო ამბობს, რომ როცა მან შეეხო მედიას მხარს, მედია შეკრთა ისე, თითქოს გაიღვიძა კოშმარიდან. მან შემომხედა და თქვა, ნინო, რატომ ვარ მე აქ? რატომ არ ვარ სახლში? მე ვუთხარი, მედია, შენ ხარ სამუშაოზე. ჩვენ ვიღებთ ფილმს. მან კვლავ შემომხედა და მის თვალებში იყო ისეთი დაბნეულობა, ისეთი დაკარგულობა, რომ მე შემეშინდა, რა ხდებოდა მედიას გონებაში. რატომ იწყებდა ის დაკარგვას კავშირს რეალობასთან? და რატომ არავინ, არც რეჟისორები, არც კოლეგები, არც თუნდაც ექიმები, არ ცდილობდა მისი დახმარებას. 1969 წელს მედიას ცხოვრებაში მოხდა ინციდენტი, რომელმაც საბოლოოდ გაანადგურა ის ბოლო ნაწილი მისი სულისა, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა გადარჩენას. ლევან ქავთარაძემ მოაწყო დიდი მიღება თავის ბინაში, ღონისძიება, რომელზეც მოწვეული იყო 40-ზე მეტი ადამიანი, ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ელიტიდან. მედია, როგორც ყოველთვის, უნდა ყოფილიყო იქ, ლამაზი, ღიმილიანი, სრულყოფილი მასპინძელი. მაგრამ იმ საღამოს რაღაც შეიცვალა. სტუმრებიდან ერთ-ერთი ყოფილი პარტიის ფუნქციონერი, რომელიც დღეს არის 90 წლის მოხუცი და რომელიც ითხოვს ანონიმურობას, იხსენებს, მედია მოძრაობდა ოთახში როგორც მოჩვენება. ის ემსახურებოდა სტუმრებს, ღიმოდა, საუბრობდა, მაგრამ მის თვალებში არაფერი იყო, არც სიცოცხლე, არც ემოცია, არც თუნდაც ტკივილი.
ის იყო როგორც თოჯინა, რომელსაც აკონტროლებდნენ უხილავი ძაფები. ფუნქციონერი ამბობს, რომ ერთ მომენტში, როცა მედია ატარებდა უჯრას შამპანურით, მან შემთხვევით მოისმინა საუბარი ორ კაცს შორის, ერთ-ერთი მათგანი იყო ლევანი. ისინი საუბრობდნენ ფულზე, რაღაც გარიგებაზე, რაღაც დოკუმენტებზე. და შემდეგ ერთ-ერთმა კაცმა თქვა, ხუმრობით, ლევან, შენ ხარ ბედნიერი კაცი. შენ გაქვს ყველაზე ლამაზი ცოლი საქართველოში. ლევანმა გაიცინა და უპასუხა, ის არ არის ცოლი. ის არის ინვესტიცია. ფუნქციონერი ამბობს, რომ მედია იდგა მათ უკან და გაიგონა ეს სიტყვები. მე ვნახე მისი სახე. ის არ ატირდა, არ ყვიროდა, არ რეაგირებდა. მან მხოლოდ ჩუმად დადო უჯრა მაგიდაზე და გავიდა ოთახიდან. და მე ვიცოდი, რაღაც შეიმსხვრა მის შიგნით, რაღაც, რაც აღარასოდეს აღდგებოდა. იმ საღამოს, როცა ყველა სტუმარი წავიდა და ლევანი დაიძინა, მედია შევიდა იმ პატარა კაბინეტში, ოთახში, სადაც ლევანი ინახავდა თავის საიდუმლო დოკუმენტებს, თავის საქაღალდეებს, თავის კომპრომატს. ეს იყო ოთახი, სადაც მედიას არასოდეს არ ჰქონდა ნებართვა შესვლისთვის. მაგრამ იმ ღამეს მედიას აღარ ეშინოდა. ის იპოვა გასაღები ლევანის ჯიბიდან, გახსნა კარი და შევიდა. რა იპოვა მედიამ იმ ოთახში, არავინ არ იცის ზუსტად. მაგრამ მეზობელი გიორგი ბერიაშვილი ამბობს, რომ იმ ღამეს დაახლოებით 4 საათზე დილით მან გაიგონა უცნაური ხმა ლევანის ბინიდან, არა ყვირილი, არა ტირილი, არამედ რაღაც სხვა, რაღაც, რაც ჰგავდა ცხოველის კვნესას, ღრმა, ვისცერალური ხმა, რომელიც მოდიოდა არა ხახიდან, არამედ სადღაც უფრო ღრმიდან, ადგილიდან, სადაც ცხოვრობს ის ტკივილი, რომელსაც სიტყვები არ აქვს. მე ვიცოდი, რომ ეს იყო მედია, ამბობს გიორგი. მე ვიცოდი, რომ რაღაც საშინელი მოხდა. მაგრამ მე არ გამოვიძახე პოლიცია. მე არ ჩავერიე. მე უბრალოდ ვიჯექი თავის საწოლში და ვუსმენდი იმ ხმას და ვგრძნობდი თავს როგორც მხილებული იმაში, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც იცოდა და არაფერი გააკეთა, რა იპოვა მედიამ იმ ოთახში. რა იყო იმ საქაღალდებში, რომლებმაც საბოლოოდ გაანადგურა ის ბოლო ნაწილი მისი იმედისა? და რატომ მეორე დღეს, როცა ლევანი გაიღვიძა და იპოვა მედია იატაკზე იმ ოთახში, გაფანტული დოკუმენტების შუაგულში, მან არ დაურეკა ექიმს, არ დაურეკა პოლიციას, არამედ უბრალოდ დახურა კარი და დატოვა ის იქ მთელი დღის განმავლობაში. 1970 წლის მარტში მედია ჯაფარიძე გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ის აღარ გამოჩნდა კინოსტუდიაზე, აღარ მიიღო როლები, აღარ გასცა ინტერვიუები. ოფიციალური ახსნა განმარტება იყო, რომ მედია იყო დაავადებული და საჭიროებდა დასვენებას, მაგრამ ვინც იცნობდა მედიას, იცოდა, რომ ეს არ იყო დაავადება, ეს იყო რაღაც სხვა, რაღაც უფრო ბნელი, რაღაც, რაზეც საუბარი იყო აკრძალული. ეკა მესხიშვილი ცდილობდა დაკავშირებას მედიასთან, მაგრამ ყოველთვის პასუხობდა ლევანი და ამბობდა, მედია ვერ მოვა ტელეფონთან. ის ისვენებს, ეკა ამბობს, მე ვიცოდი, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა. მე ვიცოდი, რომ მედია იყო ტყვე იმ ბინაში. მაგრამ რა შემეძლო? ვის შემეძლო მიმართვა? ლევანი იყო ძალიან გავლენიანი ადამიანი. ის იცნობდა ყველას, პოლიციაში, პარტიაში, სასამართლოში. თუ მე ვცდილობდი რაიმეს გაკეთებას, ის უბრალოდ გაანადგურებდა მე და მედიას მდგომარეობას გააუარესებდა და ეკამ არაფერი გააკეთა. არავინ არ გააკეთა. მედია დარჩა მარტო იმ ბინაში, იმ კაცთან, რომელმაც აქცია ის არა ადამიანად, არამედ ნივთად, ობიექტად, ინვესტიციად, რაღაცად, რაც შეეძლო ყიდვა, გაყიდვა, კონტროლი, მაგრამ არა სიყვარული, არა პატივისცემა, არა თუნდაც ელემენტარული ადამიანური ღირსების აღიარება. მედიას ბინიდან გაქრობის შესახებ დაიწყო ჭორები თბილისის კულტურულ წრეებში. ზოგი ამბობდა, რომ მედია იყო ფსიქიატრიულ კლინიკაში. ზოგი ამბობდა, რომ ის გაიქცა საზღვარგარეთ. ზოგი ამბობდა, რომ ის უბრალოდ გადაწყვიტა კარიერის დატოვება და ცხოვრება ჩვეულებრივი ცხოვრებით. მაგრამ ყველა ეს ჭორები იყო მცდარი. სიმართლე იყო ბევრად უფრო მარტივი და ბევრად უფრო საშინელი. მედია იყო ტყვე საკუთარ სახლში, ქალი, რომელმაც დაკარგა არა მხოლოდ თავისი თავისუფლება, არამედ თავისი იდენტობა, თავისი ხმა, თავისი არსებობის უფლება. ის იყო ცოცხალი მოჩვენება, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ აღარ ცხოვრობდა, არა იმ გაგებით, რომელშიც ცხოვრება ნიშნავს არა მხოლოდ ბიოლოგიურ არსებობას, არამედ რაღაც მეტს, არჩევანის უფლებას, ოცნების უფლებას, იმედის უფლებას. და ყველა ეს უფლებები მედიას წაართვეს, არა ერთ მომენტში, არამედ ნელ-ნელა, სისტემატურად, წლების განმავლობაში, იმ კაცის მიერ, რომელიც ამბობდა, რომ უყვარდა ის, მაგრამ რეალურად მხოლოდ ფლობდა მას, როგორც ნივთს, როგორც ტროფეს, როგორც დოკაზატელებას თავისი ძალაუფლებისა და გავლენისა. მაგრამ ყველაზე საშინელი კითხვა არ არის ის, რა მოხდა მედიასთან იმ ბინაში იმ წლების განმავლობაში.
ყველაზე საშინელი კითხვა არის, რატომ არავინ არ გაბედა მისი დახმარება? რატომ ყველა მეგობრები, კოლეგები, მეზობლები, თუნდაც უცნობი ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ რაღაც არ იყო წესრიგში, არჩიეს სიჩუმე? რატომ შიში ერთი კაცისგან იყო უფრო ძლიერი, ვიდრე თანაგრძნობა ერთი ქალისადმი, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა მათი თვალწინ? და რა ამბობს ეს ჩვენზე, არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებმაც იციან და არაფერი გააკეთეს, არამედ ჩვენზე, როგორც საზოგადოებაზე, რომელიც აგრძელებს იმავე შეცდომების გაკეთებას დღესაც, როცა ვხედავთ ქალებს, რომლებიც ცხოვრობენ ოქროს გალიებში, ლამაზი, წარმატებული, აღფრთოვანებული, მაგრამ შიგნით მკვდარი და ჩვენ არჩევთ არ ვნახოთ, არ ვიკითხოთ, არ ჩავერიოთ, იმიტომ რომ ეს არის უფრო მარტივი, უფრო უსაფრთხო, უფრო კომფორტული, ვიდრე სიმართლის დანახვა და რაიმეს გაკეთება მის შესახებ. 1971 წლის ივნისში, ზუსტად 6 თვის შემდეგ მედიას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრობისა, თბილისის ცენტრალურ საფოსტო განყოფილებაში მივიდა წერილი, რომელიც გაგზავნილი იყო პატარა სოფლიდან კახეთში, იმ სოფლიდან, სადაც მედიას მშობლები ცხოვრობდნენ. წერილი იყო მიმართული მედიას პირად მეგობარს ეკა მესხიშვილს და მასში მედიას დედა, თამარა ჯაფარიძე, წერდა: ეკა, ჩემო ქალიშვილო, გთხოვ მომწერე სიმართლე. რა ხდება ჩემს მედიასთან? ჩვენ არ გვიკავშირდება უკვე 5 თვეა. ყოველ ჯერზე როცა ვრეკავთ, პასუხობს ლევანი და ამბობს, რომ მედია ძალიან დაკავებულია ან სძინავს. მე ვგრძნობ, რომ რაღაც არ არის წესრიგში. გუშინ ღამით მე მქონდა სიზმარი, ვნახე მედია თეთრ კაბაში, ის იდგა ფანჯარასთან და მიყურებდა, მაგრამ ვერ მესმოდა, რას ამბობდა. ის ხსნიდა პირს, მაგრამ ხმა არ გამოდიოდა. ეკა, გთხოვ, წადი მასთან. გთხოვ, ვნახე ჩემი ქალიშვილი და მომწერე, რომ ის კარგად არის, ეკა მესხიშვილი, რომელმაც მიიღო ეს წერილი, იხსენებს, რომ როცა წაიკითხა ის, დაიწყო ტირილი. მე ვიცოდი, რომ მედიას დედა მართალი იყო. მე ვიცოდი, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა. მაგრამ რა შემეძლო? მე ვცადე ლევანთან დაკავშირება, მაგრამ ის არ პასუხობდა ჩემს ზარებს. მე ვცადე მედიას ბინასთან მისვლა, მაგრამ კარი იყო ჩაკეტილი და არავინ არ პასუხობდა. ეკამ გადაწყვიტა გააკეთოს რაღაც, რაც მანამდე არასოდეს გაბედა, მან მიმართა პოლიციას. მაგრამ როცა ის მივიდა პოლიციის განყოფილებაში და უთხრა თავისი შეშფოთება ოფიცერმა, რომელმაც მიიღო მისი განცხადება, მხოლოდ თქვა: ქალბატონო, თუ ქალბატონი ჯაფარიძე არ არის დაკავშირებული თქვენთან, ეს არის მისი პირადი არჩევანი. ჩვენ ვერ ჩავერევით ოჯახურ საქმეებში და ეკამ გაიგო, არავინ არ აპირებდა დახმარებას. არავინ არ აპირებდა ჩარევას. მედია იყო მარტო და ის დარჩებოდა მარტო, თუ რაიმე არ შეიცვლებოდა. მაგრამ რა შეეძლო შეცვლა? ვინ ჰქონდა ძალა, რომ დაეპირისპირებინა ლევან ქავთარაძეს, კაცს, რომელსაც ჰქონდა კავშირები ყველგან, კაცს, რომელიც აკონტროლებდა არა მხოლოდ მედიას, არამედ მთელ სისტემას, რომელიც იცავდა მას? პასუხი მოვიდა მოულოდნელი მხრიდან. 1971 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა ჟურნალისტი მოსკოვიდან, ქალი, სახელად ანა ვოლკოვა, რომელიც მუშაობდა ცნობილ საბჭოთა ჟურნალში ოგონიოკი და რომელიც იყო ცნობილი თავისი გამოძიებითი სტატიებით. ანა ჩამოვიდა საქართველოში, რომ დაეწერა მასალა საქართველოს კინემატოგრაფიის შესახებ და ერთ-ერთი ადამიანი, რომელთანაც ის გეგმავდა ინტერვიუს, იყო მედია ჯაფარიძე. მაგრამ როცა ანამ დაურეკა ლევანს და სთხოვა შეხვედრა მედიასთან, ლევანმა უთხრა: მედია არ იძლევა ინტერვიუებს. ის არის პირადი ადამიანი და ისურვებს კონფიდენციალურობას. ანა, რომელიც იყო გამოცდილი ჟურნალისტი და იცოდა, როცა რაღაც იყო დამალული, არ დანებდა. ის დაიწყო საუბარი ადამიანებთან, რომლებიც იცნობდნენ მედიას, კოლეგებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან. და რაც უფრო მეტს ისაუბრებდა, მით უფრო ნათლად ხედავდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა. ანა ვოლკოვა, რომელიც დღეს არის 90 წლის პენსიონერი და ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგში, იხსენებს, როცა მე დავიწყე კითხვების დასმა მედიას შესახებ, ხალხი იწყებდა ჩუმებას. ისინი უყურებდნენ ერთმანეთს, ისინი ცვლიდნენ თემას, ისინი ამბობდნენ: ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ მათ თვალებში მე ვხედავდი შიშს. და მე ვიცოდი, როცა ადამიანები ეშინიათ საუბარი, ეს ნიშნავს, რომ არის რაღაც, რაზეც ღირს საუბარი. ანამ გადაწყვიტა გააკეთოს რაღაც, რაც იყო რისკიანი, მაგრამ აუცილებელი, ის გადაწყვიტა მიახლოვებინა მედიას პირადად, ლევანის ცოდნის გარეშე. 1971 წლის სექტემბრის მე-15 დღეს, ზუსტად 9 საათზე დილით, ანა ვოლკოვა დადგა ლევან ქავთარაძის ბინის კარებთან და დაელოდა. ის იცოდა, რომ ლევანი ყოველდილას ტოვებდა ბინას 9 საათ 30-ზე და მიდიოდა თავის ოფისში კინოსტუდიაზე. ანა ელოდა 2 საათის განმავლობაში და საბოლოოდ 9 საათ 35-ზე კარი გაიღო და გამოვიდა ლევანი კოსტიუმში, ხელში ბრიფკეისით, მშვიდი და თავდაჯერებული. ის ჩავიდა ლიფტში და გაქრა.
ანამ დაელოდა 5 წუთი, შემდეგ მივიდა კართან და დააკაკუნა. არავინ არ პასუხობდა. ის კვლავ დააკაკუნა, უფრო ხმამაღლა. კვლავ სიჩუმე. ანამ დააკაკუნა მესამედ და ამჯერად ისკვიროდა, მედია. მედია ჯაფარიძე. გთხოვ გახსენი კარი. მე ვარ ჟურნალისტი მოსკოვიდან. მე მინდა დაგეხმარო. სიჩუმე გაგრძელდა რამდენიმე წამის განმავლობაში და შემდეგ ანამ გაიგონა რაღაც ძალიან ჩუმი ხმა, თითქმის ჩურჩული, რომელიც მოდიოდა კარის უკნიდან. წადი. გთხოვ, წადი. თუ ის გაიგებს, ის მომკლავს, ანა გაშეშდა. ის არ მოელოდა ამას. ის არ მოელოდა, რომ მედია იქნებოდა იქ, კარის უკან ცოცხალი, მაგრამ ისეთი შეშინებული, ისეთი პარალიზებული შიშით, რომ ვერც კი ბედავდა კარის გახსნას. ანამ თქვა, მედია, გთხოვ, მე მინდა დაგეხმარო. მე შემიძლია წაგიყვანო აქედან. მე შემიძლია დაგიცვა, მაგრამ მედიას ხმა, რომელიც მოდიოდა კარის უკნიდან, იყო ისეთი უიმედო, ისეთი დამარცხებული, რომ ანას გული გაუტყდა. შენ ვერაფერს გააკეთებ. არავინ ვერაფერს გააკეთებს. გთხოვ, წადი, სანამ ის არ დაბრუნდა და ანამ გაიგო, მედია არ სჯეროდა, რომ ვინმეს შეეძლო მისი დახმარება. მედია უკვე დაკარგა იმედი. მაგრამ ანა არ აპირებდა დანებებას. ანა ვოლკოვამ დაბრუნდა თავის სასტუმროში და დაიწყო მუშაობა. ის დაუკავშირდა თავის რედაქტორს მოსკოვში და უთხრა, რაც აღმოაჩინა. რედაქტორმა უთხრა, ანა, ეს არის საშიში. ლევან ქავთარაძე არის ძალიან გავლენიანი ადამიანი. თუ შენ დაწერ რაიმეს მის შესახებ, ის შეიძლება განადგურდეს შენი კარიერა, მაგრამ ანამ უპასუხა, მე არ ვზრუნავ ჩემს კარიერაზე. მე ვზრუნავ იმ ქალზე, რომელიც ტყვია საკუთარ სახლში. ანამ დაიწყო დოკუმენტების შეგროვება, ინტერვიუები მედიას მეგობრებთან, კოლეგებთან, მეზობლებთან. ის ისაუბრა დოქტორ ნინო ჭავჭავაძესთან, რომელმაც უთხრა მას მედიას დაზიანებების შესახებ. ის ისაუბრა გრიმიორ ნინო ბერიძესთან, რომელმაც უთხრა მას მედიას ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ის ისაუბრა ყოფილ კინოპროდიუსერ რევაზ მეტრეველთან, რომელმაც უთხრა მას ლევანის საიდუმლო ოთახის შესახებ, სადაც ის ინახავდა კომპრომატს. და ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ ანამ დაიწყო სურათის შედგენა. სურათი არა მხოლოდ ერთი ქალის ტრაგედიისა, არამედ მთელი სისტემისა, რომელიც იცავდა ძალადობას, რომელიც აკეთებდა შესაძლებელს, რომ კაცები, როგორიც იყო ლევანი, აგრძელებდნენ თავიანთი ქმედებების განხორციელებას ყოველგვარი შედეგის გარეშე. 1971 წლის ოქტომბერში ანა ვოლკოვამ დაასრულა თავისი სტატია და გაუგზავნა ის თავის რედაქტორს მოსკოვში. სტატია ეწოდებოდა ოქროს გალია, როგორ ერთი ქალი გახდა ტყვა საკუთარ სახლში და ის იყო დამანგრეველი, დეტალური, დოკუმენტირებული, შეუპოვარი. მასში იყო ყველაფერი, მედიას დაზიანებები, ლევანის კონტროლი, დავით ჩხეიძეს ინციდენტი, საიდუმლო ოთახი კომპრომატით, სისტემა, რომელიც იცავდა ლევანს. ანა იცოდა, რომ ეს სტატია შეიძლება განადგურდეს მისი კარიერა, მაგრამ ის არ ზრუნავდა. ის ზრუნავდა მხოლოდ ერთზე, მედიას გადარჩენაზე. მაგრამ როცა სტატია მივიდა რედაქციაში, რედაქტორმა დარეკა ანას და უთხრა, ანა, მე ვწუხარ, მაგრამ ჩვენ ვერ დავბეჭდავთ ამას. ჩვენ მივიღეთ ზარი ზემოდან, ძალიან ზემოდან. მათ თქვეს, რომ თუ ჩვენ დავბეჭდავთ ამ სტატიას, ჟურნალი დაიხურება. ანა იყო შოკირებული. რა ნიშნავს ზემოდან? ვკითხა მან. რედაქტორმა უპასუხა, ლევან ქავთარაძეს აქვს კავშირები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მოსკოვშიც. ის იცნობს ადამიანებს ცენტრალურ კომიტეტში. ისინი დაგვიკავშირდნენ და უთხრეს, რომ ეს სტატია არის ცილისწამებას და პროვოკაცია. ანა, მე ვწუხარ, მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ და ანამ გაიგო, სისტემა იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ის ფიქრობდა. სისტემა იცავდა ლევანს. სისტემა იცავდა ყველა მათგანს, ვინც იყო როგორც ლევანი. და მედია დარჩებოდა ტყვე, იმიტომ რომ არავინ, არც ჟურნალისტები, არც რედაქტორები, არც თუნდაც ის ადამიანები ზემოდან არ აპირებდა რისკს, რომ დაეპირისპირებინა ამ სისტემას. მაგრამ ანა ვოლკოვა არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად ნებდებოდა. თუ ის ვერ შეეძლო სტატიის დაბეჭდვა ოფიციალურად, ის გააკეთებდა რაღაც სხვას. ის გააკეთა რამდენიმე ასლი თავისი სტატიისა და დაიწყო მათი გავრცელება, არა ოფიციალურად, არამედ ხელიდან ხელში, საიდუმლოდ იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ ძალა და გავლენა. ერთი ასლი მან გაუგზავნა საქართველოს კულტურის მინისტრს. მეორე, თბილისის პოლიციის უფროსს. მესამე, ცნობილ დისიდენტს, რომელიც იყო ცნობილი თავისი ბრძოლით ადამიანის უფლებებისთვის. და ნელ-ნელა, ძალიან ნელ-ნელა, სტატია დაიწყო გავრცელება. ხალხი იწყებდა კითხვას. ხალხი იწყებდა საუბარს.
ხალხი იწყებდა კითხვების დასმას. და ლევან ქავთარაძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელშეუხებელი, დაიწყო გრძნობა, რომ მისი იმპერია იწყებდა ნგრევას. 1970 წლის იანვარში ლევანმა დარეკა ანას და უთხრა, თუ შენ არ შეწყვეტ ამას, მე განადგურდები შენ. ანამ უპასუხა, გააკეთე რაც გინდა. მაგრამ სიმართლე უკვე გარეთაა და შენ ვერაფერს გააკეთებ მის შესახებ. და ანა მართალი იყო. სიმართლე უკვე იყო გარეთ და ის იწყებდა ცხოვრებას საკუთარი ცხოვრებით. 1972 წლის მარტში, ზუსტად 6 თვის შემდეგ იმისა, რაც ანა ვოლკოვამ დაიწყო თავისი სტატიის გავრცელება, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ლევან ქავთარაძის საქმიანობის შესახებ, არა მედიას ინციდენტის გამო, არამედ სხვა მიზეზით, რომელიც იყო ბევრად უფრო სერიოზული. აღმოჩნდა, რომ ლევანი იყო ჩართული ფინანსურ თაღლითობაში, ის იყენებდა თავის პოზიციას კინოპროდიუსერად, რომ გაეტანა ფული საბჭოთა კავშირიდან და ჩაედო ის საზღვარგარეთ. ეს იყო სერიოზული დანაშაული, რომელიც შეეძლო მieხვანა ის ციხეში. და როცა პროკურორები დაიწყეს გამოძიება, ისინი იპოვეს რაღაც სხვა, ის საიდუმლო ოთახი, სადაც ლევანი ინახავდა თავის დოკუმენტებს, თავის საქაღალდეებს, თავის კომპრომატს. და ერთ-ერთ იმ საქაღალდებში, ყველაზე სქელ საქაღალდში, რომელზეც იყო დაწერილი მედია ჯაფარიძე, ისინი იპოვეს რაღაც, რაც ახსნიდა ყველაფერს. ისინი იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მედიას ჰქონდა ქალიშვილი, პატარა გოგონა, რომელიც დაიბადა, როცა მედია იყო 18 წლის, სანამ ის მოვიდოდა თბილისში. ბავშვი იყო შედეგი ძალადობისა, მედიას გაუპატიურეს მისივე სოფელში და ოჯახმა, რომელიც ცხოვრობდა სიღარიბეში და რომელსაც ეშინოდა სკანდალისა, გადაწყვიტა ბავშვის მიცემა ბავშვთა სახლში. მედია არასოდეს არ უთხრა ამის შესახებ არავის, არც მეგობრებს, არც კოლეგებს, არც თუნდაც ეკას. ეს იყო მისი ყველაზე დიდი საიდუმლო, მისი ყველაზე დიდი ტკივილი, მისი ყველაზე დიდი სირცხვილი. მაგრამ ლევანმა გაიგო. ლევანმა იპოვა ეს ინფორმაცია როგორ, არავინ არ იცის და გამოიყენა ის, რომ აეკონტროლებინა მედია. ის ემუქრებოდა მას, რომ თუ ის ოდესმე ცდილობდა გაქცევას, ის გაასაჯაროებდა ამ საიდუმლოს, ის განადგურებდა მის რეპუტაციას, ის გააკეთებდა ისე, რომ მთელი საქართველო იცოდა, რომ ლამაზი მედია იყო გაფუჭებული ქალი და მედია, რომელიც ცხოვრობდა საზოგადოებაში, სადაც ქალის ღირსება იყო ყველაფერი, არ შეეძლო ამის რისკი. ის არჩია დარჩენად ყვედ, რომ დაეცვა თავისი საიდუმლო, რომ დაეცვა თავისი ქალიშვილი, რომელიც ცხოვრობდა სადღაც ბავშვთა სახლში და რომელიც არასოდეს არ იცოდა, ვინ იყო მისი დედა. როცა პროკურორებმა იპოვეს ეს დოკუმენტები და გაიგეს სიმართლე, ისინი დაუყოვნებლივ წავიდნენ ლევანის ბინაში. ისინი დააკაკუნეს კარზე და როცა ლევანმა გახსნა, ისინი უთხრეს, ლევან ქავთარაძე, თქვენ ხართ დაკავებული ფინანსური თაღლითობისა და შანტაჟის ბრალდებით. ლევანი ცდილობდა წინააღმდეგობას, ცდილობდა გამოყენებას თავისი კავშირებისა, მაგრამ ამჯერად ეს არ მუშაობდა. სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა მას, გადაწყვიტა, რომ ის იყო ძალიან საშიში, ძალიან კომპრომეტირებული, ძალიან ხმაურიანი. ისინი მიიყვანეს ის და დატოვეს მედია მარტო იმ ბინაში, პირველად წლების განმავლობაში, მარტო, თავისუფალი, მაგრამ ისეთი დამსხვრეული, ისეთი დაცლილი, ისეთი დაკარგული, რომ ის არც კი იცოდა, რა გაეკეთებინა თავისი თავისუფლებით. ეკა მესხიშვილი, რომელმაც გაიგო ლევანის დაკავების შესახებ, დაუყოვნებლივ გაიქცა მედიას ბინაში. როცა ის შევიდა, იპოვა მედია იატაკზე, საძინებელში, გახვეული ბურუსში, უძრავი, უხმო, თითქოს ის იყო არა ცოცხალი ადამიანი, არამედ ქანდაკება. მედია, დაუძახა ეკამ. მედია, ეს მე ვარ. ეკა, შენ ხარ უსაფრთხო ახლა. ლევანი წავიდა. ის აღარასოდეს დაგიბრუნდება, მაგრამ მედიამ არ უპასუხა. ის მხოლოდ უყურებდა ეკას ცარიელი თვალებით და ეკამ გაიგო, მედია უკვე არ იყო იქ. ის იყო სადღაც სხვაგან, ადგილას, სადაც არავინ შეეძლო მისი მიღწევა, არც თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც უყვარდათ ის. ლევან ქავთარაძე დაიკავეს და მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ფინანსური თაღლითობისა და შანტაჟის ბრალდებით. ის გაატარა 5 წელი ციხეში, შემდეგ გაათავისუფლეს ადრეულად კარგი ქცევის გამო. როცა ის გამოვიდა ციხიდან 1977 წელს, ის იყო სრულიად განსხვავებული ადამიანი, მოხუცი, დაავადებული და მარცხებული. მისი კავშირები გაქრა, მისი გავლენა გაქრა, მისი იმპერია გაქრა. ის ცხოვრობდა პატარა ბინაში გარეუბანში, მარტო, დავიწყებული, უგულებელყოფილი. ის გარდაიცვალა 1991 წელს გულის შეტევისგან, მარტო და მისი დაკრძალვაზე მოვიდა მხოლოდ 5 ადამიანი. არავინ არ ტიროდა მისთვის. არავინ არ ინანებდა მას.
ის იყო კაცი, რომელმაც ჰქონდა ყველაფერი, ძალა, გავლენა, ფული, მაგრამ დაკარგა ის ერთადერთი, რაც რეალურად მნიშვნელოვანი იყო, ადამიანურობა. და როცა ის დატოვა ეს სამყარო, არავინ არ იხსენებდა მას, როგორც წარმატებულ პროდიუსერს ან გავლენიან ადამიანს. ყველა იხსენებდა მას როგორც კაცს, რომელმაც გაანადგურა ლამაზი ქალი, რომელიც შეეძლო ყოფილიყო ლეგენდა, მაგრამ ამის ნაცვლად გახდა ტრაგედია. მედია ჯაფარიძე არასოდეს არ დაბრუნდა კინოში. ლევანის დაკავების შემდეგ ის ცხოვრობდა მშვიდად, თითქმის უხილავად, პატარა ბინაში, რომელიც ეკა მესხიშვილმა დაეხმარა მას იპოვა. ის არ იძლეოდა ინტერვიუებს, არ დადიოდა ღონისძიებებზე, არ ხვდებოდა ძველ მეგობრებს. ის ცხოვრობდა როგორც მოჩვენება, ადამიანი, რომელიც იყო ერთდროულად აქ და არა აქ. ეკა ამბობს, რომ ის ხვდებოდა მედიას ყოველ კვირას და ყოველჯერზე ის ხედავდა, რომ მედია ნელ-ნელა ქრებოდა, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად, თითქოს ის ნაწილი მისი, რომელიც ოდესღაც იყო ცოცხალი, ნელ-ნელა კვდებოდა. 1990 წელს მედიამ საბოლოოდ გააკეთა რაღაც, რაზეც წლების განმავლობაში ოცნებობდა, ის იპოვა თავისი ქალიშვილი. ის იყო ახლა 30 წლის ქალი, რომელიც ცხოვრობდა სხვა ქალაქში, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ოჯახი, საკუთარი ცხოვრება. მედია მივიდა მასთან და უთხრა სიმართლე, ვინ იყო ის, რა მოხდა, რატომ მან მიატოვა ის. ქალიშვილმა მოისმინა და შემდეგ თქვა, მე გესმით. მაგრამ მე უკვე მაქვს დედა, ქალი, რომელმაც გამზარდა. შენ ხარ ის ქალი, რომელმაც მშობა მე, მაგრამ შენ არ ხარ ჩემი დედა, და მედიამ გაიგო ზოგიერთი რამ, რომელიც იკარგება, აღარასოდეს დაბრუნდება. ზოგიერთი ტკივილი, რომელიც მიყენებულია, აღარასოდეს განიკურნება. ზოგიერთი ცხოვრება, რომელიც გატეხილია, აღარასოდეს აღდგება. მედია ჯაფარიძე დატოვა ეს სამყარო 2014 წელს, 70 წლის ასაკში, მშვიდად, ძილში, მარტო თავის პატარა ბინაში. მას იპოვა მეზობელმა, რომელმაც შენიშნა, რომ მედიას კარი იყო ღია. დაკრძალვაზე მოვიდა 30-ზე მეტი ადამიანი, ძველი მეგობრები, კოლეგები, ადამიანები, რომლებიც იხსენებდნენ მას, როგორც ლეგენდას, როგორც ლამაზ ქალს, რომელიც ოდესღაც ანათებდა ეკრანებს. მაგრამ ყველაზე მეტად ტიროდა ეკა მესხიშვილი, რომელიც იდგა საფლავთან და ამბობდა, მედია მე ვწუხვარ. მე ვწუხვარ, რომ ვერ დაგიცავი. მე ვწუხვარ, რომ ვერავინ დაგიცვა და ყველა, ვინც იდგა იქ, იცოდა, ეკა მართალი იყო. არავინ არ დაიცვა მედია. არავინ არ გაბედა. და ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია, არა ის, რომ მედია იყო ტყვე, არამედ ის, რომ ყველა იცოდა და არავინ არ გააკეთა არაფერი. დღეს როცა ხალხი საუბრობს მედია ჯაფარიძეზე, ისინი იხსენებენ მას, როგორც ლამაზ ქალს, როგორც ტალანტურ მსახიობს, როგორც ლეგენდას. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი იცის სიმართლეს, სიმართლე იმის შესახებ, რა ხდებოდა იმ ოქროს გალიის უკან, სიმართლე იმის შესახებ, რა ფასი გადაიხადა მედიამ თავისი სილამაზისთვის, სიმართლე იმის შესახებ, რამდენად მარტო იყო ის, მაშინაც კი, როცა ყველა უყურებდა მას. და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც რჩება დღესაც, არის, რამდენი მედია არის დღეს ჩვენს შორის. რამდენი ქალი ცხოვრობს ოქროს გალიებში, ლამაზი, წარმატებული, აღფრთოვანებული გარედან, მაგრამ შიგნით მკვდარი, ტყვე, უხმო. და რატომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, კვლავ ვარჩევთ არ ვნახოთ, არ ვიკითხოთ, არ ჩავერიოთ. რატომ ჩვენ კვლავ ვარჩევთ სიჩუმეს, როცა ვიცით, რომ სიჩუმე კლავს? მეგობრებო, როგორ უყურებთ მედია ჯაფარიძეს? იყო თუ არა ის მსხვერპლი სისტემისა, რომელიც იცავდა ძალადობას, თუ თვითონ იყო პასუხისმგებელი თავის არჩევანზე დარჩენილიყო იმ ურთიერთობაში. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, იხსენებენ თუ არა მას თქვენს ქალაქში, როგორ ინახება მისი მეხსიერება. დააცკაპუნეთ მოწონება სიმართლისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ ლეგენდები, მაგრამ რომელთა რეალური ცხოვრება იყო ბევრად უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით.